ბუბუ, გოგო. რას უყურე? როგორც ხედავთ, ბუბუ პოსტზეა. აკვირდება ბავშვების თამაშს. გამოვლელს არ ტოვებს ისე. ზუსტად არის რა ამის სიგრძეზე მორგებული ეს კამიც და ეს მოაჯირიც არ გეშინია რომ ანუ გადავარდეს ან გადაიწიოს ან არ არსებობს. საღამოს თაბანას ვუპირებდი და კარგად ვაკონტროლე ეზოში. ცემი მაწანწალა, როგორ ჭკუიანად დგას. როგორ ჭკუიანად დგას. ჭუპა კალია. ეხლა მაგ სახელსაც მოვალამაზებთ. წანწალიდან მოვედით და ჭუჭყენი კი არა, გაიმეტოვერა. ხოდა ჭუმპალავთ ბოლომდე და ბუბუკა. გოგო. ჭკვიანი გოგოა. სხვათა შორის დაბანის პროცესი არ გვიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ გაუნძრევლად დგას დიდად არ მიწევს წინააღმდეგობას კი არა და საერთოდ არა, მშვიდად წყნარად მოთმინებით უძლებს ხოლმე, მაგრამ აი ეს პროცესი კი არ უყვარს. და ცოტა თუ ფენი არ შევაშველე, იმდენად გვიან უშრება, რომ მე კანკალი აიტანს ხოლმე და მეწოდება. არც მიჩერდება, რომ გახოული და გადაფუთნული იყოს, ამიტომ სხვა გზა არ იყო. ესე ფერით გავაშრე ცოტა კალიბატონი, აქ უკვე ეს რომ გაშრება ხოლმე და ხელდა რომ გამისხლტება და თავისუფლებას იგრძნობს, რაღაც სასწაული ტრიუკების კეთება იცის. ქანს გამაძრობს ხოლმე. რაღა ჭირვეული ბავშვი გიბანავებია და არ ინძრევა, მაგრამ მე უკვე ეს გაშრობის პროცედურა ეზიზღება. თუ შესაჭრელი და შესასწორებელი გრუმერიც ხო გავხდი ამის ხელში. ერთ წამში ავიწყდება წყენა. გავაბრაზე. აი შესასწორებელი გვაქვს, მაგრამ არა უშავს. თან გაშრეს ბოლომდე კარგად და მე უფრო კარგად გავაკეთებთ, ხო? ფერი ქონდა უკვე შეცვლილი. თეთრი როა ეგრევე ემჩნევა მტვერიც და ყველაფერი. რაც უფრო ხშირად დავიწყებთ გარეთ სიარულს, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად მოუწევს ჭყუპალაობა. ზამთრის პერიოდში დიდად არ გამყავდა ხოლმე და ალბათ სამკვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ ვბანდი თუ რაღაცა მოხდებოდა და გავიყვანდი და რაღაცა მოიკლაპებოდა. მაგ შემთხვევაში კი, მაგრამ ისე ზოგადად თვეში ერთხელ ვბანდი ხოლმე. მივდივართ ექსკურსიაზე პარასკევს. და ნელ-ნელა სამზადისი გვაქვს დიდი ალიაკოთი ქონდა გვიშინ ჩატში მშობლების. ხოდა ხვალ რაღაცებს ვიყიდით. ზეგ გავამზადებთ. ბევრს არაფერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ექსკურსიის დღე არა, მეორე დღეც გვექნება. ჩვენ ერთდღიანები არ ვიცით, ორდღიანი. გუშინ ესე მშობლების ჩატში ვიყავით ჩართულები, ვსაუბრობთ და უცებ ხელზე რაღაცა გამიგორდა ცუდად თვალი და ხედავ რომ ჩემ პანდორას რაღაცა პატარა დეტალი აკლია. ერთ-ერთი ჩარმის რაღაცა კუნწულა მოკლედ. გეფიცები აი აქ რო დამიარა შოკი მივიღე. ხო და აი განახეთ. ხონჯერ გითხრათ და მე განახე. ზოგადად ეს რაღაცები არ დამიკარგავს რა, არასდროს დაკარგვა ქვია რომ მე ხელიდან დავკარგო, არ დამიკარგავს და აი ძალიან ცუდად გავხდი მეთქი რას ქვია. რაში დამეხმარე ხო ვიდეოები. არა და ცოტა ხნის ამოყვანილი მყავდა ბუბუ ეზოდან. მე ვაბანავე და აი უკვე საღამოს რა გვიან შევამჩნიე და მეთქი ან გზაში გამძვრა, ან დაბანის დროს რა კი წავიდა გაიარა ტრაპში. მე დავფიქრდი რომ ეგრე მარტივად ვერ მოზძვრებოდა ისეთი კაუჭა რო აქვს ხოლმე რა, ეგეთი კაუჭა აქვს და რამდენჯერმე გადავრჩი ისე რომ მე თვითონ მივიტანე პირზე, მაგრამ არ ღირს რა ესეთი რაღაცები აი საყურეზეც არის ხოლმე და არ მიყვარს საშინლად, იმიტომ რომ ყოველთვის არის აი ესეთი სახიფათო, იმიტომ რომ შეიძლება დაკარგო. ახლა გაჩვენებთ რაზეა საუბარი. ზოგი TikTok-ის ვიდეოებით, ზოგი ანუ YouTube-ის ვიდეოთი აღვიდგინე, როდის მეკეთავ, ოღონდ წარმოუდგენელია ხალხო 3 დღე როგორ შევამჩნიე. ანუ მთელი საღამო, მეორე დღე და მესამე დღე შევამჩნიე. თურმე დაკარგული მაქვს უკვე 2 დღეა და მე ვერ შევამჩნიე. აი წარმოუდგენელია. აი ამ პატარა დეტალზეა საუბარი, ნახე. აი ამაზე. ეს მოსძრო. აი ეს კუნწულა. საერთოდ არ ვიხსნი ხოლმე ამ პანდორას და ახლა მოვხსენი, სანამ აი კარგად არ შევაწებებ ინება, მას აღარც გავიკეთებ, იმიტომ რომ მართლა ბევრჯერ გადავრჩი. ხელთათმანებს რო ვიკეთებდი ხებვის დროს და ვიკეთებდი ვიხსნიდი, ძირითადად აი მაგ დროს იქნებოდა ყველა ვარიანტი იგრი მარტივადაც არ გაძვრებოდა რა.
ჯერ კი ბეძებეძებე, მე რაღაცა აღვიდგინე, რაღაცა წკლაპუნი და მახსოვს რომ აი კადრად მახსოვს რომ დავიხედე ფილებზე რა გამძვრა მეთქი, ანუ არაფერი ისეთი არ იყო თქო რა, ვერც გავიფიქრე. მეგონა რომ ეს იყო კიბეზე, შუაღამისას, ღამის პირველ საათზე გუშინ ფარანით სადარბაზოს კიბეებს ჩავყევი. ვიდეოებით აღვიდგინე სურათი, რა მომენტში იყო დაკარგული, ანუ რა მომენტში მეკეთა და რა მომენტის მერე აღარ მეკეთა. მოკლედ ბევრი რო აღარ მოვკიბო, მოდი მეთქი, ანუ ერთი ვარიანტი იყო რომ ხელთათმანი გავიძრე და იმ ხელთათმანს გავყვა და გავაყოლენა გავს უკვე და იმას აღარაფერი ეშველებოდა და მაინც გულში რო რაღაცა ინტუიციურად რა ხვდები რომ სადღაც უნდა იყოს სახლის ტერიტორიაზე მეთქი და გავედით ეს მაყალი გვაქვს, მაყალი გავაჩოჩე, არ ჭყვიალებს ჩემი პანდორა. ეხლა ნახე რა, ჩემი ინტუიცია. წამის მეასეთში რომ რაღაცა გამეფიქრება, ისი არ ახდეს არ არსებობს. სიტუაციებზე, ადამიანებზე. აქ ისე გავაგრძელე საუბარი კიდევ რაღაცებს გიყვებოდით, მაგრამ ამჯერად დაგინდობთ და მაგ ყველაფერს არ გეტყვით. თავს არ მოგახვევთ. თავარი ის არის რომ ეს ამბავი დასრულდა ესე უდან არ კარგოდ. ბიკო. რა გენაღლება? გვერდი ცვალა და სფეხებზე კიდე ახლა იმას ჩვენი ჟღურტოლე. მაშ აიგეთი ამბუშკები. წვიმს და ამათვის მაინც შესანიშნავი გარემოა. არ იმჩნევენ. ზეცასე მოგიყევით ჩემი დრამები. დღეს გასული ვიყავით მეც და კიდევ რამდენიმე მშობელი. ვემზადებით უკვე პარასკევისთვის. ხვალ უკვე გავამზადებთ და ზეგ მოვითავებთ ამ ექსკურსიასაც მართლა ერთი სული მაქვს. ჯერ ძალიან მეზარება უკვე სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ რა უშავს გადავიტანთ. რაღაცები ვიყიდეთ პროდუქტები. ცოტა რაღაცას ვამზადებთ ჩვენ თვითონ. და აი ასე იმედია კაი დღე გამოგვივა და სამახსოვრებელი. მე უკვე რამდენიმე დღით უნდა წავიდე თბილისში. ხოთან ჩემი ემიგრანტიდი შვილი ჩამოვიდა რამდენიმე კვირით. პრინციპში 2-3 კვირით არის ჩამოსული და ერთი კვირა გიგავა. მეტიც სანამ იქამდე ჩავახცევ და მინდა რომ ზიგემრიელად მოვისიყვარულო. შემეძლო რომ წავსულიყავი, მაგრამ ესე დროში შეზღუდული რომ ვარ ხოლმე არ მიყვარს რა მირჩევნია რომ მოვიმთავრო ეს ყველაფერი და მერე წავიდე. ისე რომ ერთი სული მაქვს მართლა, უფრო მაგიტომ მეჩქარება რა ის სული და გული ვეღარ ითმენს. რომელი საათია ნახეთ, ვაიმე, პირველი საათი ხდება. ახლა ბოლო მომენტს გიწერთ, თან ვუყურებ ეშრეფ რუიას ფინალს YouTube-ზე, კანალდეზე უფრო სწორად, ხო? მაზოხისტივით, ანუ ვისი გულისთვისაც ამ სერიალს ვუყურე ამდენი ხნის განმავლობაში, ერთიც მოკვდა და მეორეც. მაგრამ რაღაც ადრე უფრო სუსტი გული მქონდა ხოლმე, ძალიან ჩვილი გული ვიყავი, სუსტი კი არა ჩვილი. რაღაც ვეღარ მეტირება ესეთ რამეებზე. ალბათ შეგუებული რო ვიყავი რა. უყურებთ ამ სერიალს ისე თქვენ? ხო, რაღაცა იმართლა მაზოხისტურად ვუყურებ, ახლა ძალიან ნერვები მეშლება, მაგრამ არა უშავს. ეს ისტორიაც ჩაბარდება წარსულს. დავქნათ. ასე გადაწყვიტა რეჟისორმა, მაგრამ ნერვები მოგვიშალოს. დაგემშვიდობებით ახლა. ოჩაღად. გაკოცეთ.